Telecompanija Imedi და Prime Show სტუდია წარმოგიდგენთ. თენგიზ პაჭკორია, ჟურნალისტი. მან დეტექტორზე 50 შეკითხვას უპასუხა. აქედან შერჩეულია 21. თენგიზ პაჭკორიას სიმართლეს დღეს სიცრუის დეტექტორი გაზომავს. მხოლოდ სიმართლე და არაფერი სიმართლის გარდა. და განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ამ სიმართლეს სოხუმელი ამბობს. მაშასე საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტი ბატონი თენგიზ პაჭკორია. ხო, მოგწამთ. მოგესალმებით. გამარჯობათ. როგორ ხართ? გომორძგუა, ხოჩალადეხ. კარგია. ესვანურად. სოხუმი საქართველოა, ეს პირველი, მეორე სოხუმელების შეხვედრა. ჩვენი სტუმარიც, მეგობარიც, უпростоრად ისიც სოხუმელია. შვენიერი. დიდი მადლობა რომ მომიწვიეთ. ძალიან მიხარია თქვენი მოსვლა გადაცემაში. გთხოვთ დაიკავოთ წითელი სკამი და მე აგიხსნით თამაშის წესებს. დიდი მადლობა. ბატონო თენგიზ, თამაშის წესები ასეთია. 21 შეკითხვა 100,000 ლარი, პირველი ეტაპი არის 500 ლარი და 3 შეკითხვა, მერე ათმაგდება ეს თანხა 5,000 ლარს და 100 ადის 100,000 ლარამდე. თავარია გულწრფელობა. ვინ არის დღეს თქვენი სტუმარი და გულშემატკივარი? ჩემი გულშემატკივარი არის ისიც სოხუმელი კაცია, ბატონო გიორგი გვალია. სასიამოვნო ბატონო გიორგი. სოხუმში დაბადებული გაზრდილი. ჭაბუკობაში რავალზი ჩემპიონი იყო სამბოში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და საქართველოს სპარტაკიადებშიც მონაწილეობდა 92-13 წლებში. იცავდა საქართველოს ერთიანობას, სერიოზული მძიმე ჭრილობები მიიღო, დაკარგა ერთი ფეხი. ომის შემდეგ აღმოჩნდა თბილისში დევნილობაში, იყო საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი და ბოლო 5 წელი გიორგი არის საქართველოს ამპუტანტთა ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტი. ძალიან სასიამოვნოა თქვენი ხილვა ჩვენს გადაცემაში. დავიწყოთ თამაში. სანამ თქვენ მომცემდით შეკითხვას, თუ შეიძლება მე ჩემ პოზიციაზე დავაფიქსირებ. წაგება, მოგება, მატერიალურ მხარეზე საუბარი აქვს, ჩემთვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, იმიტომ რომ მე ჩემ ცხოვრებაში 66 წლის ვარ და 56 წელია ჟურნალისტიკაში. არასოდეს თავად არ მიმაჩნდა მატერიალური მხარე, მაგრამ მოვედი თქვენთვის რომ მოვისმინო საინტერესო კითხვები და ვეცდები გულწრფელად, არგუმენტირებულად გიპასუხოთ. კითხვები საინტერესო იქნება, იმიტომ რომ თქვენი ცხოვრებიდან გამომდინარეა ეს შეკითხვები. ასე რომ დავიწყოთ თამაში და პირველი შეკითხვა ბატონ თენგიზ. თქვენი გამომწვევი ეკიპირება სოფლიოსთვის თქვენი სათქმელია? დიახ, ჩემი სათქმელია. ეს პასუხი არის სიმართლე. სიმართლე, პირველი სიმართლე მოვისმინეთ და რა მესიჯია, რა სათქმელია ის რომ და ზოგადად რა ეკიპირებაა ეს? 2010 წლიდან დავდივარ ამ ეკიპირებით. ვესტრები სოფლიო ჩემპიონატებს, ევროპის ჩემპიონატებს, ოლიმპიურ თამაშებს და ამ ფორმით, ამ ეკიპირებით ვაფიქსირებ ყველგან, სადაც მე მიმყოფები, რომ სოხუმი საქართველოს ვაფიქსირებ ერთიან საქართველოს. ამის გარდა, იმ ქვეყნებში, სადაც მე მივდივარ, შეჯიბრება იქნება ტურნირი თუ ფესტივალი, თვითონ მოდიან ჟურნალისტები იმ ქვეყნების, ტელევიზიები, ინტერნეტ გამოცემები და მე ინტერვიუებს ვაძლევ რა მდგომარეობაში აღმოჩნდა ქვეყანა 1992-13 წლის ომის შემდეგ, რომ საქართველოს ტერიტორიის დაახლოებით 20% არის ახლა არის იმ დროიდან ფაქტიურად ოკუპირებული და ვამბობ ჩვენი ქვეყნის და ჩემ ტკივილს, რომ საქართველოს ერთიანი უნდა იყოს შვიდობიანი გზით და ამის ირგვლივ მიდის ყველგან საუბარი. დაახლოებით 25 ქვეყნის ტელევიზიებმა, ინტერნეტ გამოცემებმა ამ ეკიპირების ირგვლივ და დამისვე შეკითხები და მე ვისაუბრე მათ შორის ოლიმპიურ თამაშებზე სოჩში 2014 წელს. ქონდათ თუ არა ამას გამოძახილი, უკუ გამოძახილი აფხაზებისგან თუ მოგსვლიათ რაიმე
ან თქვათ თუნდაც იმ ადამიანებისგან, ან პოლიტიკოსებისგან ავიღოთ, კოლეგებისგან. 2010 წლიდან იმიტომ დავიწყე, რომ იმ პერიოდში ის სხვადასხვა მიზეზების გამო ფაქტიურად საჯარო სივრციდან თითქმის გაქრა ეს აფხაზეთის თემა. 2008 წლის ომის შემდეგ გახსოვთ, რთული პერიოდი იყო ქვეყანაში, რეგიონშიც და ამიტომ ეს მივიწყებული კი არ იყო, მაგრამ მე ვეცადე ამის გამოცოცხლება ამ ფორმით. რაც შეეხება თქვენ კითხვას, გამოძახილი ახლა მე იმიტომ კი არ ვაკეთებ, რომ ვიღაცას უკბინო ან შეურაცხყოფა მივაყენო, უბრალოდ ვახსენებ მთელ სოფლიოს, რომ სოხუმის საქართველო აქ იგულისხმება მარტო სოხუმი კი არა, მთელი აფხაზეთი, ცხინვალის რეგიონი, ერთიანი საქართველო და სხვადასხვა ქვეყნებში, სხვადასხვა სიტუაციებში ყოფილა რაღაცა კომენტარები ან სიტყვები, რომ აი ჩვენ ხომ გამოვიყავით და თქვენ რატომ წერთ ამას? მე ვეუბნები თქვენ პირადად შეიძლება, მაგრამ ჩვენ არ გამოვსულვართ საქართველოს შემადგენლობიდან და ეს იყო და ასე იქნება. მოვა ამის დრო, მე ახლაც ვაფიქსირებ ამას, უახლოეს წლებში აუცილებლად დადგება საქართველოს გაერთიანების დღე. ამის რეალური შანსი საქართველოს მიეცემა და ამისთვის ზათ უნდა იყოს ხელისუფლებაც, საზოგადოებაც, ადამიანებიც, დევნილები მათ შორის. ძალიან მნიშვნელოვან რამეს ამბობთ თქვენ ახლა ბატონ თენგიზ და მეც როგორც სოხუმელი დავამატებდი დაბრუნების მზადყოფნა. ეს არ არის მარტივი თემა. ძალიან რთული თემა. მე მთელი ცხოვრება ამოცნებით ვიზრდები, ამ მისწრაფებით, ამ სულისკვეთებით და ეს არის ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი ოცნება ალბათ რაც კი გამაჩნია. და მჯერა კიდეც რომ ეს აუცილებლად ახსოვდება. თქვენ პატარა იყავით, 6 წლის ვიყავი. მაგრამ გახსოვთ სოხუმის გავლილი მაქვს, სოხუმიც მახსოვს. ფერადი ბავშვობაც მახსოვს და მე უკვე ტკივილიანი დღეებიც და ამიტომ თუმცა ჩემს შემდეგ დაბადებულებიც იმოცნებით იზრდებიან და ჩვენ ყველას გვჯერა რომ დავბრუნდებით, მაგრამ აი თქვენ რასაც ამბობთ, დაბრუნების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი უნდა იყოს შერიგება. ჩვენი ხალხი თავისთავად, იმიტომ რომ ყოველთვის ხელს უწვდით ჩვენმა და ალბათ ისინიც ამას გადაწყვეტენ. ეს აუცილებლად მოხდება, აი ეს ანალიზი მიმდინარე პროცესების რეგიონში, სოფლიოში ამის საფუძველს მაძლევს. მე მეზობლები მყავდა აფხაზები და დილით ერთმანეთს რომ ლაპარაკებოდნენ, ხო, აი ამათი ენი, აი სმენა მენატრება, აი ამ კუთხიდან. კი მზად ვარ იმისთვის რომ შევიდე აფხაზეთში, დავჯდე მათთან ერთ მაგიდაზე, ვისაუბროთ მომავალზე. მე მიხარია რომ ამას ამბობთ ეთერში, იმიტომ რომ ძალიან ხშირად ესეთ გადაცემებს თარგმნიან და შემდეგ იქ აჩვენებენ ხოლმე, ყოველ შემთხვევაში ნახულობენ ისინი, ვინც საჭიროა. დღეს სოციალურ ქსელია და ძალიან მარტივად შეიძლება ხმის მიწვდენა უბრალოდ მოქალაქეებს. გადაცემებს არა მარტო საქართველოში, არამედ ბევრ ქვეყანაში თქვენ გადაცემას. ევროპაში, ამერიკა, ავსტრალიაშიც უყურებენ ის დაზუსტებით. ძალიან მიხარია. ახლა მინდა რომ ცოტა წარსულში დაგაბრუნოთ და რა თქმა უნდა, რთული დღეები გაგახსენოთ. მეორე შეკითხვის დროა, ბატონო თენგიზ, ყურადღება. ჯერათ რომ ის საბედისწერო დაბომბვა, რომელმაც მამა თქვენი სიცოცხლე შეიწირა, შემთხვევითობა იყო? ის დაბომბვა 93 წლის 20 თებერვალს შემთხვევითობა ნამდვილად არ იყო. ეს პასუხი არის სიმართლე. აი თქვენ გუშინ თქვით რომ მე მგონია რომ ეს პილოტის შეცდომა იყო და ამას შეეწირა. ახლა ჩემიო და არ მინდა დავიჯერო, ანუ ამ პილოტს მინდა თვალებს ჩავხედო. მოგვიყევით ეს ისტორია ალბათ. ეს იყო 1993 წლის 20 თებერვალს ომი, კაქანებული ომი მიდის, რუსეთ-საქართველოს ომი. ოფიციალურად ასე არ ერქვა იმ დროს, რომ რეალურად ასე იყო, რომელშიც გამოიყენეს აფხაზური ფაქტორი, როგორც ბერკეტი იმისათვის, რომ რუსეთმა მოახდინოს ზეწოლა საქართველოზე სხვადასხვა პოლიტიკური მიზნების გამო. ეს სხვადასხვა აღიარეს მერე აფხაზმა პოლიტიკოსებმა რამდენიმე, მათ შორის ზურაბ აჯბამ 99 წელს საჯარო თქვა ეს. რაც შეეხება იმ დაბომბვას, რუსეთის ავიაციის მოიერიშე თვითმფრინავმა 93 წლის 20 თებერვალს გვიან საღამოს მოახდინა ჩვენი საცხოვრებელი უბნის დაბომბვა, როგორც სპეციალისტები ამბობენ 250 კილოიანი ბომბი ჩამოაგდო ჩემი სახლის გვერდით. დაახლოებით 20-მდე სახლი დაზიანდა ან დაინგრა, ჩვენი სახლი მთლიანად დაინგრა, მამაჩემი 56 წლის იყო, ბოჩია, ის დაიღუპა, დედაჩემმა მიიღო 16 ჭრილობა, თვალი დაკარგა, კალბატონ ნანული.
მეც ვიყავი დაჭრილი. ამას ინტერვიუა დიახ, აი ეს თქვენ ამ მდგომარეობაში ინტერვიუზე რომ ამბობთ, რომ ყვებით. მეორე დილით ბარათაშვილის კლინიკაში სამათყოფოში იქ რამდენიმე უცხოურმა ტელეკომპანიამ ქართულმა არხებმა ჩამომართეს ინტერვიუ, რა მოხდა, როგორ მოხდა, მე აღვნიშნე, რომ ჩემი სახლის ირგვლივ არც ერთი სამხედრო ობიექტი არ იყო, მე კარგად ვიცოდი ის უბანი, არც ერთი ახლო-მახლოს და ამიტომ მაინტერესებს თუ რუსეთის ავიაციის მოიერეში თვითმფრინავის პილოტმა შემთხვევით თუ დაბომბა ეს მაინტერესდა თუ იცოდა რომ იქ არაფერი არ იყო სამხედრო ობიექტი და გამიზნულად დაბომბა უბანი იმისათვის რომ მოსახლეობაზე ზეწოლა, გრევა, სიკვდილიანობა და ფსიქოლოგიური ზეწოლა ქალაქზე, მეომრებზე რომ წავდით ბომბავთ ხო ამას ნიშნავდა ეს მინდა შევხედო მას თვალებში ეს ინტერვიუ მთელ სოფლიოში გავიდა, ბევრ ქვეყანაში აჩვენეს და მე გავიგე, ზუსტად ვიცი ახლა ამას არ ვიტყვი აქ, სახელი თუ გვარი პილოტის რუსეთის ავიაციის, რომელიც გოდაუთიდან აფრინდა, ყველაფერი ვიცი, მისი ბედიც ვიცი, რამდენიმე წლის შემდეგ. არ არის ასე მარტივი ამ დიახ. როგორი ბედი ქონდა ამ კაცს? ნუ როგორც მე გავიგე, რომ ინერვიულა თვითონაც მოიშალა ეს კაცი და რამდენიმე წლის შემდეგ, როგორც მითხრეს, გარდაიცვალა და იღუპავა. თავიდან რუსეთის ხარი ამბობდა, რომ ქართველებმა ლაბორატორიას ესროლესო ჩვენ უპასუხეთო, მერე თქვენს უარი და ბოლოს გამოვიდა ერთი კვირის შემდეგ მინისტრი თავდაცვის პაվել გრაჩოვი გახსოვთ, პაშკა მერცედეს, ასე ეძახდნენ მას. ეს ალბათ ქართველებმა გადაღებესო თავისი თვითმფრინავი და თვითონ ბომბავენო თავის ქალაქს. ახლა ეს არც რუსეთში დაიჯერეს ეს, იმიტომ რომ ახლა ნახევრად არ ვიცი რა მათქვევინა ეს, მაგრამ ეს ხერხია, ხომ იცით ომის დროს დეზინფორმაცია 5%, 20% დაიჯერებს. მაგრამ იმ ინტერვიუში მე ვთქვი, რომ ეს დაბომბვა და ეს მსხვერპლი მამაჩემის, დედაჩემის ჭრილობა ფაქტიურად ინვალიდი გახდა ქალი არ იმოქმედებს ჩემ პიროვნებაზე გაბრაზების კუთხით არ გავბოროტებდი და მე მადლიერი ვარ ჩემი თავს რომ მოვახერხე ამის რომ არ გავბოროტი და იმავე ინტერვიუში თქვი რომ საჭირო მშვიდობიანი როგორც ომამდე ვამბობდი მშვიდობიანი მოლაპარაკები მოწესრიგება დიდ მოთამაშეებთან რომ შეწყდეს ეს ომი მე მჯერა რომ ჩვენ გამოვნახავთ გზას როდესაც ყველაფერს აღვადგეთ თლიანობას მესამე შეკითხვის დროა რომელიც 500 ლარს იგებს ომის დროს ძევლად აყვანილ კოლეგებს გათავისუფლებაში ეხმარებოდით? დიახ. ეს პასუხი არის სიმართლე. თქვენ მოიგეთ 500 ლარი და პირველი ეტაპიც გადავლახეთ. აქ საუბარია მხოლოდ ქართველებზე თუ აფხაზთქვეებს? ორივე სამივე მხრიდან შეიძლება ითქვას. ტყვედ აყვანილ ასეთი მომენტებიც იყო, ან დაპატიმრებულ ქართველ, აფხაზ ან სხვა ეროვნების ჟურნალისტებზე, რომლებიც ხშირად ხდებოდა იმ ომის დროს და ერთ-ერთი პირველი ასეთი შემთხვევა იყო ომის დაწყების პირველივე დღეებში, როცა სოხუმში დააპატიმრეს და გუდაუთაში წაიყვანეს სოხუმელი ცნობილი მამაცი, ნიჭიერი, შემოქმედი ჟურნალისტი საშა ბერულავამ, რომელთანაც მე მეგობრობდი 93 წლიდან და იმ დროს ომი რომ დაიწყო პირველ დღეებში, მე მიმყოფებოდი გაგრაში 11 აგვისტოში და მივყოფებოდი სამსახურობის ჟურნალისტური საქმიანობის გამო და როცა ეს გავიგე, ვეცადე დაკავშირება გუდაუთაში აფხაზურ მხარესთან, ვიცოდი რომ სოხუმიდან ქართული მხარე, წითელი ჯვარი, სხვადასხვა ორგანიზაციები ცდილობდნენ მის განთავისუფლებას და მე ჩავერთე უკვე 2 დღის შემდეგ გაგრიდან გუდაუთაში დაურეკე საკმაოდ მაღალი რანგის აფხაზ მაღალჩინოსნერს, მაღალჩინოს თანამდებობის პირებს და უთხარი ასეთი ფრაზა: შეიძლება ეს ომი რამდენიმე დღეში შეწყდეს, შეიძლება დიდი ხანი გაგრძელდეს. ამიტომ შეიძლება აფხაზი ჟურნალისტებიც აღმოჩნდნენ იმ ტერიტორიაზე, სადაც ქართული მხარე აკონტროლებს და ან დაპატიმრებული იქნებიან, ან რაღაცა დროებით დაკავებული და ასე შემდეგ. გაძლევს სიტყვას, რომ თუ თქვენ ახლა ეს საშა ბერულოვას არაფერი არ დაუშავებია, მას თავისი პრინციპი აქვს, ყოველთვის ის ძალიან კორექტული იყო,
მწვავე ძალიან სერიოზული დონის ჟურნალისტი, პიროვნება, აფხაზებიც ყავდა მას ნათესავების სხვათა შორის და მე ვუთხარი, უნდა განთავისუფლოთ, რომ მე ომი შეიძლება დიდი ხანი გაგრძელდეს და თქვენი კოლეგები, თქვენი ხარის ჟურნალისტები თუ აღმოჩნდებიან, მე ვეცდები ჩემი პირადი კავშირებით და შეიძლება ითქვას ავტორიტეტით, რომ სწრაფად გამანთავისუფლოთ ისინი თუ თქვენი ჟურნალისტების აღმოჩნდებიან. მე დავივალე ფაქტიურად თავი, რომ თუ გაუშვეთ, მე ვალში ვიქნები ამ კუთხით და მითხრეს, რომ ჩვენ ვაპირებდითო განთავისუფლებას და სად გამოუშვათ, მე ვუთხარი, გაგრაში ვარ და გაგრაში გამოუშვეთ. ახლა ეს არ ვიცი ამის გამო გამოუშვეს თუ იქიდანაც შეიძლებოდა გუმისთის სოხუმისკენ, მაგრამ გაგრაში ჩამოვიდა საშა ბერულავა, ჩემი მამაცი ჟურნალისტი, მამაცი პიროვნება და მე ლესელიძიდან ვერტფრენით გადაფრენდა სოხუმში, მე მეორე დღეს წავედი და მინდა გითხრათ, რომ ომის ლელობისას რამდენიმე აფხაზიც აღმოჩნდა იმ ტერიტორიაზე, 4 კაცი თუ 5 კაცი აფხაზი ჟურნალისტები იყვნენ სოხუმის მხარეს და მე მივიღე მონაწილეობა იმაში, რომ უფრო სწრაფად მომხდარიყო მათი გაცვლა თუ განთავისუფლებას. მეოთხე შეკითხვის დროა. ფეხბურთის ბილეთებით გურამ გაბესკირია გამარაგებდათ. 70 წლიდან 73 წლამდე გურამ გაბესკირია სისტემატურად მომარაგებდა ფეხბურთის მატჩებზე ბილეთებით, სკოლაში ვიყავი მოსწავლე. დიახ. ძალიან გრძელი პასუხია. ანუ დიახ, კი ბატონო. ეს პასუხი არის სიმართლე. ჩვენი ეროვნული გმირი, სოხუმის მერი, ეს არის დაუვიწყარი პიროვნება, მისი სახელი და გვარი დაუვიწყარია და მრავალი ქართველის და თაობებისთვის მაგალითის მიმცემი ადამიანი, რომელმაც არ დატოვა როგორც გემის კაპიტანი არ ტოვებს ბოლომდე და გემთან ერთად იღუპება, ესე დარჩა სოხუმში და მისი სიტყვებია არასდროს სანამ ცოცხალი. ისტორიული, დიახ, ეპოქალური. გაიხსენეთ გურამ გაბესკირია თქვენს ბავშვობაში. ესე იგი 79 წლიდან ვიცნობდი მას როგორც ფეხბურთელს, კარგი ფეხბურთელი იყო, სხვადასხვა გუნდებში, ძირითადად სოხუმის დინამოში და 70 წელს, 10 წლის ვიყავი, მე თანაკლასელებთან და წავედით იმ ძველ სტადიონზე, გახსოვთ, ორჯონიკიძე ლესელიძის ქუჩაზე, პატარა სტადიონი, 5-6 კაცი ეტეოდა. ჩვენ ხეებზე ავდიოდით, მე-4 კლასში ვიყავი და იქიდან უყურებდით თამაშს. კარგი ხედი იყო ხეებიდან, გახსოვთ ის და ისეთი დარტყმა ქონდა გურამ გაბესკირიას, აი ზარბაზანი რომ ისეთი დარტყმა და ერთ მომენტში ის ბურთი წამოვიდა ჩვენსკენ და დაგვინახა რომ ხეებზე ვზივართ. ბიჭებო, ჩამოდითო. ბილეთებს მოგცემთ, არ ჩამოვარდითო იქიდან და მატჩის შემდეგ მივედით. 10 ყოველთვის მატჩამდე თუ რამე პრობლემა არისო, ადმინისტრატორთან დავტოვებ 3-4 ბილეთს ყოველთვის და გურამი ხშირად ვამარაგებდა ბილეთებით. მერე იყო გურამი საკავშირო კატეგორიის მსაჯი, სერიოზული დონის მსაჯი ანატოლი მილჩენკოსთან ერთად. მერე იყო კარგი მენეჯერი ფეხბურთის, დიდი ქარხნის დირექტორი, ომის დროს სოხუმის მერი. და რაც შეეხება მის ვაჟკაცურ ხასიათს, მამაცი კაცი იყო 1976 წლის დეკემბერში სოხუმში ოჯახთან ერთად იყო ფუნიკლორზე იჯდნენ სუფრაზე, გარეთ ახალგაზრდა ბიჭები რაღაცას კამათობდნენ, ჩხუბისკენ მიდიოდა საქმე, როგორც მაშვილი გამოვიდა გარეთ და ის ერთმა ბიჭმა მეორეს მიმართულებით ამოიღო დანა და ჭრის, უნდა დაეჭრა ის. გურამე მიიღო თავის თავზე დაიჭრა. 4 საათიანი როგორც მე ვიცი ნარკოზი გაუკეთეს, ოპერაცია, გადარჩა გურამი და ის ბიჭი გადაარჩინა. და ყოველთვის მეკითხებოდნენ მოედანზე ხშირად იშვიათად იყო მსაჯი, რატომ? არ შეეძლო დიდი დატვირთები ამ ჭრილობის და ოპერაციის შემდეგ და ამიტომ იყო ლაისმენი, გვერდითი მსაჯი, იქ ნაკლები სარბენია, ხო? მაგრამ იმდენად უყვარდა რომ ბოლომდე 86 წლამდე ფაქტიურად იყო მსაჯი და მისი ხასიათი ყოველთვის ჩანდა, სამართლიანი, მებრძოლი, ვაჟკაცი, გმირი, ბუნების. ჩვენი ქალაქის პირველმა გასწირა თავი. რა თქმა უნდა, ჟიული შარტავასაც აქვე მოიხსენიებ. მე მინდა რომ მეხუთე შეკითხვა დაგისვან. სოხუმი მანდარინების გარეშე არ არსებობს. მაგრამ აი ესპანეთსაც თუ ჩაითრევდით არ მეგონა. ყურადღება მეხუთე კითხვა. მანდარინების წყალობით მადრიდის რეალის თამაშზე მოხვდით? დიახ. ეს პასუხი არის სიმართლე. თქვენი და ფეხბურთის ურთიერთობა ცნობილია.
1985 წლის ნოემბერში მადრიდის რეალი ჩამოვიდა ოდესაში. ჩერნომორეც ოდესასთან იყო მატჩი UEFA-ს საკლუბო ტურნირები, ოფიციალური მატჩი. პირველი მატჩი იქ მადრიდში, მადრიდმა მოიგო რთულად 2-1 მინიმალური ანგარიშით და მეორე შეხვედრა ნოემბერში ტარდება ოდესაში. უკვე დავიწყეთ სოხუმში ზრუნვა, როგორ უნდა წავიდეთ. და გეგმა მოვიფიქრეთ ასეთი. მე-10 სკოლის მე-10 კლასელები, აფხაზები, ქართველები, რუსები, რამდენიმე ბერძნი, სხვადასხვა მრავალეროვანი შევქმენი 30 კაცამდე დაახლოებით ჯგუფი ვისაც უნდა წასვლა. მშობლებმა და სკოლამ იზრუნა ავიაბილეთებზე და სასტუმროზე იქ. მაგრამ თავარი იყო მატჩზე მოხვედრა. სტადიონზე ეტევა 40-55,000 და განაცხადი იყო 9 მილიონ ადამიანს უკრაინაში უნდა და მატჩზე მისვლა. როგორ უნდა იშოვო ბილეთი? მე ვიფიქრე დაურეკავ მეთქი ანატოლი მილჩენკოს. ბორჯომელ კაცს, ბორჯომში დაბადებულ გაზრილს, რომელიც 61 წლიდან ცხოვრობდა სოხუმში. FIFA-ს არბიტრი, საერთაშორისო კატეგორიის არბიტრი, რომელიც მერე უკვე 2000 წელს აღიარეს საქართველოს საუკეთესო არბიტრად 20-20 საუკუნეში. და იმ დროს ბატონო ანატოლი იყო მოქმედი არბიტრი, მოქმედი 85 წელი და სასტუმროს, ტურისტული სასტუმროს დირექტორი სოხუმში. დაურეკე, ინტერვიუს არ გაძლევო. იცოდა რომ მე ვწერდი, არა, სხვა თემაზე მიდა მივედი და აუხსენე სიტუაცია. რამდენი ბილეთი გინდათო? სულ 30 მეთქი. კიდევ კარგიო 100 ბილეთს არ მთხოვ ახლა ხუმრობი და 30 ბილეთი ჩემ თვალწინ დარეკა MTS-ის ტელეფონი იყო ოდესის სტადიონის დირექტორთან აუხსნა სიტუაცია და იქიდან მოდის პასუხი მესმის ხმამაღლა ლაპარაკობენ. ჩამოვიდნენ მივცემთო ადმინისტრაციულ ბილეთებს ეს ოღონდ მანდარინის ჩამოვიტანონო რას ამბობთ მეთქი ძალიან ბევრ ჩამოგიტანთ მეთქი და წავედით ჩვენ მიუტანე ეს მანდარინი და რამდენი 5 30 კილომდე იყო ალბათ ბილეთებში ფული არ გამოგვარდეს ეს ადმინისტრაციული არისო მაგრამ თავარი სიურპრიზი სხვა იყო ერთი სიურპრიზი გვაქვსო თქვენთვის გარდა მატჩისა თქვენ გიწევთო დახურულ ვარჯიშზე რეალის ოღონდ ფოტოკამერის გარეშე ფოტოაპარატის გარეშე და შეგვიყვანეს და მატჩის შემდეგ გადაეხმნა რეალის ვარსკვლავს წარმოიდგინე ახლა მე-10 კლასელი ბიჭები იყვნენ და ეს ჩემთვისაც დიდი ახლოს მივედით მოვეფერეთ ხო ახლა სულ რამდენიმე წუთი მაგრამ ვარჯიშს უყურებდით 10-15 წუთი მაგრამ ეს იყო გამონაკლისის ფორმით ფოტოაპარატები ქონდა მაგრამ შეგვამოწეს ანუ მანდარინებს ძალიან დიდი ძალა არა ხლად მანდარინის დამსახვე ეს იყო ბევრი ფაქტორის მაგრამ მანდარინმაც გაჭრა სიმბოლურია ძალიან მე ვიცი რომ მიმოზებითაც გაიტანეთ თქვენ 1973 წელია მოსკოვის სპარტაკი ხვდება UEFA-ს თასზე იტალიის კლუბ მილანს მილანი ჩამოვიდა სოჩი ახლა მე 13 წლის ვარ სკოლაში ვსწავლობ მე-7 კლასი და ვიფიქრეთ თანაკლასელთან ერთად უნდა წავიდეთ სახში უთხარი რომ სკოლაში ვიქნები სკოლაში ფიქრობენ სახში ვარ და ჩვენ წავედით ავტოსტოპით ჩავედით სოჩი მაგრამ ბილეთი რასაკვირველი არ არის მე ხელში მიკავია მიმოზა სახში ჩვენ სახში ორი ძირი ქონდა ის იქიდან მოვკრიფეთ მარტის თვე ზუსტად იმ პერიოდში როცა გააკრიფეს ბილეთები არ არის და ერთი მილიციელი ვნახეთ პუტკუნა ბიჭი და ვეუბნებით შეგვიყვანა დაგვაჯენა იტალიელ ფანებთან ახლოს იქ ცოტა ადგილები იყო ბევრი იტალიელი არ ჩამოსულა და ჩვენ სტარს უკრავდით როცა იტალიელებმა ლამაზად გოლი გაუტანეს სპარტაკს ავყევით ამ ემოციებს და სახში რომ ჩამოვიდი მამაჩი მეუბნება მოგეწონაო მილანის თამაში ვიფიქრე საიდან იცის მამაჩი ტელევიზიით ნახევ საბჭოშირის ტელევიზიით გადმოიცემოდა რეპორტაჟში ჩანდა როცა მილანმა გაუტანა გოლი 1-0 მოიგო მილანმა სპარტაკს მოუგო იმ დროს აჩვენეს იტალიელი ფანები სახს უკრავდნენ ჩვენ გვერდით რომ ვიჭირთ ჩვენს ავყევით ახლა ემოციებს რაღაცა ტაშ დაუკარეთ გოლია რეამულია ხო და აქედან გაიგეს ყველამ რომ ჩვენ კადრში მოხვდით მეორე დღეს სკოლაში დირექტორმა გამომიძახა შალო ლასურიამ რომელ გუნდს კომაგობა თბილისის დინამოს კი მაგრამ სპარტაკს ვინ გაუტანაო გოლი თბილისის დინამომ თუ კაპიტალისტური ქვეყნის მილანმაო და ვიფიქრე დავიღობეთ ენგიზ ახლა მაგრამ აწი შემეკითხოს ადმე რომ წახვალოდა უცხოელ გუნდებს ტაში არ დაუკრავო შეიძლება მშობლები გამოიძახონ მერე თქვენ უკვე არ ვიცი ამდენი წელია 16 წელია ამ ეკიპირებით ხედავთ ყოველთვის საჯარო სივრცეში და პირველად რო ნახეთ რა რეაქცია გქონდათ პირველად რომ ნახე ეს ეკიპირება კი არ გამიკვირდა უბრალოდ გამიხარდა ანუ არის მაგალითი
და არის მომენტი, რომ ხალხს არ დაავიწყდეს ეს ყველაფერი. სხვათა შორის ძალიან ბევრმა გაიმეორა კი. ბატონ თენგიზის მაგალითი თითქოს, ხო? სხვადასხვა ფორმით ეხა. კი, კი. თქვათ იქნებოდა ეს დემნა გვასალი, რომელსაც მე გამოიყენა ეს თავის შემოქმედებაში, იქნებოდნენ ეს თუნდაც ეს ჩვენი დავით კვარაცხელი, ავტორბორელი, სოხუმელი, რომელიც ბულგარეთში ცხოვრობს, ევროპის ჩემპიონატზე, სოფლიო ჩემპიონატზე. გაიხსენეთ ყველას მანქანაზე მაგალითი დააწერა, მე მითხრა, შეიძლება რას ამბობ მეთქი, სოხუმი ჯორჯია დააწერა, სოხუმელი კაცი და ევროპის ჩემპიონატზე, სოფლიო ჩემპიონატზე რამდენიმე წელი ამ მანქანით წარწერით გამოდიოდა ევროპის და MMA-ის ბრძოლაშიც ხომ იყო მსგავსი. ხო და რაც შეეხება რაგბს, იქ იყო იმ დროს სამი მორაგბე ნაკრების სოხუმელები. იმ დროს მერაბ შარიკაძე მე ვარ კაპიტანი, კოტე მიქაუტაძე და ლევან ჩილაჩევა სოხუმელები 91-ში კოტე და ლევანი და 93-ში არის დაბადებული მერაბ შარიკაძე, მისი ბაბუაც იმ ინსტიტუტში. და მათი ინიციატივა იყო. ნუ როგორც მე ვიცი, მათ გამოიჩინეს ის ინიციატივა, ხო. ბატონ თენგიზ მე არ ვიცნობდი სოხუმში. არა? მე 80-იან წლებში ვკითხულობდი მის სტატიებს. მე ჩემპიონი ხართ, ხო? კი, სოხუმის აფხაზეთის არაერთის ჩემპიონი, აფხაზეთის ნაკრებში ჩვენ სამწუხაროდ თბილისში გავიცანით ერთმანეთი დევნილობაში. მოვიდა ჩვენთან, რომ გავიცანით, გაეცნო ჩემს ფეხბურთს, ნუ მე ასოციაციის პრეზიდენტი ვარ, გავიცანი, ვილაპარაკეთ ამ თემაზე და უბრალოდ ჩვენ გვაქვს ის მომენტი, რომ არ ვართ პოპულარულები ქვეყნის მასშტაბით და ამ ნაწილში ბატონი თენგიზი არის აი ფლაგმანი, რომელიც გვიდგას გვერდში და აი თქვენს თავს ჩვენ მაქსიმალურად აცნობს ამასთან თვითონ, რადგან თვითონ არის დაჭრილი. მან იცით ძალიან კარგად ჩვენი მდგომარეობა, აი არ აქვს მნიშვნელობა აი დასახიჩრებული ადამიანების და აი იცის ჯერ იმათი ჩვენი მდგომარეობა და მე აქ რომ მოდის ფეხბურთელი, ამათი აი არც წდება, აი რატომ მოდის ფსიქოლოგიურადაც და ხო, რატომ მოდის ფიზიკურადაც ეს ხალხი აქა. ხო და აი ასია ნუ მუშაობთ ერთად უანგაროდ და მაგრამ თავარი ვინ გეხმარება თქვენ? ჩვენ გვეხმარება საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია გვერდში გვიდგას და თუ ყველაფერს გვიკეთებს გვეხმარება მხარდაჭერას თასზე, საქართველოს ჩემპიონატზე, სუპერთასზე. ძალიან ბევრ წარმატებას გისურვებთ. მიგეღწევთ მრავალი გამარჯვებისთვის ჩემპიონატებში და ასე შემდეგ. მეექვსე შეკითხვის დროა. ძალიან უცნაური შეკითხვა მაქვს, ორ სიტყვიანი კითხვა, მარტინი. ყურადღება. იღბლიანი ხართ? არა, თუმცა ეპიზოდები იყო იღბლიანი. ჯამურად იღბლიანი არა ვარ. ეს პასუხი არის სიცრუე. აი ეს ძალიან ისეთი თავმდაბალი სიცრუე აღმოჩნდა, ხო? თუ როგორ? არ ვიცი, მაგრამ გავშიფრო? კი, რა თქმა უნდა. ესე იგი, ახლა თუ გავიხსენებ, რომ ცხოვრებაში ბევრჯერ ვარ გადარჩენილი ავტოსაგზაო შემთხვევებში, რომ ვერ მოხვდი ადმირალ ნახემოვის კაიუტაში, იმიტომ რომ ის სოხუმიდან წავიდა ნოვოროსისკში 80-იან წლებში და ჩაიძირა და კიდევ რამდენიმე შემთხვევა ომის დროს, ომის შემდეგ პერიოდში, იმ დროს კი იღბალმა გადამარჩინა. მაგრამ მე რატომ თქვი, რომ ჯამში არა ვარ მეთქი იღბლიანი? იმიტომ რომ მე გულისხმობ პირად სუფთა პირადულს კი არა, რომ ასე დაემართა საქართველოს, რომ ჩვენ სახლი კი არ დავკარგეთ სოხუმში, არამედ ის სამყარო, ის სივრცე, ის 64, ის სივრცე, ის გარემო, ეს საქართველოს ულამაზესი კუთხე და 32 წელი ფაქტიურად გრძელდება ეს ისტორია, ხო? და იმედი მაქვს, რომ აუცილებლად საქართველოს მშვიდობიანად გაერთიანდება, მაგრამ იმიტომ ვთქვი, რომ აი ეს ამ ფაქტორების გამო, რომ ერთხელ ვართ, ხო, ერთხელ ვართ ამ ცხოვრებაში. და ამიტომ ვერ ვიტყრომ, იმიტომ რომ იღბლიანი რომ ყოფილიყავე მე და ჩვენი თაობის დიდი ნაწილი, ამ კუთხით ვთქვი, რომ სოხუმში არა ვარ, ჩვენ მშობლიურ ქალაქში, თქვენს, რომელიც ექსპლანდი იქ ცხოვრობდით და იქ ცხოვრობდით, არწმუნებული, იქ იქნებოდით სახიობი, იქ იქნებოდით ტელეწამყვანი თელ სოფლიოში, საქართველოს მასშტაბით. ახლაც არ გაკლიათ ეს, მაგრამ იქ სხვა მომენტი და ამიტომ თქვი ეს მე. მადლობა ღმერთს იმისთვის, რომ ამ ერთხელ რომ მოვდივართ,
სოხუმელები ვართ. ამისთვის ნამდვილად დიდი მადლობა. მე უნდა გკითხოთ, როდის გაიხდით ამ ეკიპირებას? იქნება ისეთი დღე, როცა თქვენ დაემშვიდობებით ამ ეკიპირებას და აღარ იქნება ეს ლოზუნგი საჭირო. ნუ ეს მარტო ლოზუნგი არ არის, მარტო წარწერა არ არის, ეს ჩემი შინაგანი მდგომარეობა და გეტყვით რომ სულიერად გონებრივად სულ სოხუმში ვარ, აი ეს 32 წელი ფიზიკურად და მუშაობის, მოღვაწეობის კუთხით თბილისში ან სადაც მივყოფი კონკრეტულ სადღაც ქვეყანაში. მინდა რომ სწრაფად მოხდეს, მოვიდეს ის დრო, როცა ჩვენ გავერთიანდებით, საქართველოს მშვიდობიანად გაერთიანდება, თქვენ, მე, სოხუმში, გიორგი დაბრუნდებით სოხუმში და ამის სტარების აუცილებლობა არ იქნება. ჩვენ არავის არც ერთს არ ვებძით, ხო? ჩვენ იმისთვის ვირდით, რომ ამ მრავალეროვან საქართველოში მეგობრულად მშვიდობიანად ვიბრძოლოთ. ძალიან დიდი მადლობა. მიუხედავად იმისა, რომ ბოლოს სიცრუე იყო და მხოლოდ 500 ლარი ტოვე, თავარია ძალიან დიდი ღირსება და ძალიან დიდი გულწრფელობა იყო ამ გადაცემაში თქვენი მხრიდან. მადლობა ბატონ გიორგის. მე მაყურებელს ვეტყვი, რომ მომავალ კვირამდე ვემშვიდობები, ეს იყო ბატონი თენგიზ პაჭკორია. ჯგრორ და სხვამას.